გამარჯობა ყველას მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან. ეს ადგილი ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. დღეს აქ არის ახალი პოლიტპატიმრების სასამართლოები, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეები დაკავებულები რუსთაველზე, ძირითადად გუშინ, რომლებსაც დღის განმავლობაში მიაკითხეს სახლში. ბევრი პროცესი იმართება ერთდროულად და რამდენიმე შეფასება მინდა რომ შემოგთავაზოთ. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ პროცესი არის დეზორგანიზებული. ესე იგი, ჩვეულებრივი ბანკის ფილიალი 1000-ჯერ კარგად არის გამართული და მუშაობს, ვიდრე ის, რაც აქ ხდება. შეუიარაღებელი თვალით. ადამიანები მოდიან და მე მეკითხებიან, ეს გვარი პატიმარი აქ არის, ეს გვარი აქ არის, ანუ თავის ნათესავებს ოთახ ეძებენ, მანდატურებს ეკითხებიან, ეგ საქმე მანდატურების არ არის. ოთახები დაკავებულია. რახან სამუშაო საათები არ არის, გამოკრული ტელევიზორში არ არის ინფორმაცია. აი, ამ საკითხის დახვეწა რა გახდა? ეს საკითხი ხო პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს საკითხი ხო ბირთვული ფიზიკის საკითხი არ არის. ეს არის ელემენტარული ლოჯისტიკური გამართულობის საკითხი. თვითონ საკუთარი თავისთვის მაინც ხო უნდა გავიმართონ სისტემა და სწორედ მაგარი დიაგნოზია, აი ეს როგორი გაუმართავი ბარდაგიც არის. აქ ყოველთვის რამდენიმე წლის წინ რო ვიყავი ამ სასამართლოში, ხო და მაშინ ვიჩხუბე. ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო მაშინ. სხვათა შორის. ვერ გაიმართა სუფთა მართვილს თვალსაზრისით აქაურობა. სამარცხვინოა და კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოკიდებულებას ხალხის მიმართ. ხალხი როგორც ნახირი. ამაში ჩანს. ეს ერთი, მეორე, პროცესები იმართება 15 წუთით. დაიწყება 30 წუთი, 15 წუთი, 20 წუთი, მერე შეწყდება გამოცხადება, შესვენება, მერე დაიწყება მეორე. რატომ? ბევრი პრობლემაა ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ არ არის შესულს მომზადებული. ეს არის კონვეირის სტილით არის პროცესები, ხალხი არის აყვანილი, ერთში ქალია, მეორეში კაცია, იქ რაღაცა შვილი ყავს შეზღუდული შესაძლებლობების, ხო უნდა გაერკვეს შესულს წარმომადგენელი, ხო ამაში. მოსამართლეები არიან გადატვირთულები. უნდა გაიგონ თითოეული საქმის შინაარსი მაინც, ხო? რა ხდება, მერე გადაწყვეტილება რომ გამოიტანონ და ძალიან შეუსაბამო არ იყოს. ახლა ყველა საქმეზე ხო არ დარეკავს იქიდან კობახიძე კანცელარიიდან. მოსამართლეები იციან ვითარება და რაღაცა ფარგლებით ხელმძღვანელობენ. მაგრამ ეს არის მანიშნებელი ისევ გაუმართავობის, გადატვირთულობის სისტემის და გადატვირთულობის მოსამართლეების. ეს მეორე. მესამე. დღეს მართლა წავაწყდი აქ ღრმა უსამართლობას. აბსოლუტურად არასწორია, რომ აი ეს ტვირთი, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ამ ფორმით აყვანა, გამოკეტვა, დაპატიმრება, აბსოლუტურად რეპრესიული კანონების აღსრულება თავზე რო აწევს მოსამართლეებს. აბსოლუტურად უსამართლოა. ესე იგი, თვითონ კობახიძე კი არ აკეთებს ამ რაღაცას. ხო? თავიდან ბოლომდე ეს ტვირთი გადადის მოსამართლეებზე, რომლებიც ზოგი უფრო უარესია და საერთოდ თანაგზნობა მართლა არ აქვს, მაგრამ ზოგი მაგას ვერ ვიტყვით, ხო? ის აქ არ არის მოსული იმისთვის, რომ ესეთი საქმეები განსაზღვროს. ის მართლა უნდა დასდევდეს ბრაკონიერს, უკანონოდ ვინც ნადირობს, ადმინისტრაციულ საქმეებზე ვინც არის ქუჩაში იჩხუბა, იხულიგნა, ცემა, მათი საქმეები ეს არ არის. ეს არის ამ აი ახლა რაც ხდება, ცოდვის ტრიალიც ამ სასამართლოში, მაგის უსამართლობა. მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ეს არის სოლიდარობა. აქ არის ძალიან მაგარი სოლიდარობა. ყველა ადამიანთან არის ბევრი კომაგი, ბევრი ახლობელი, ოჯახის წევრი. კიდევ მეტი უნდა იყოს. აქ უნდა იყოს ბევრი ხალხი, იმიტომ რომ ვინც აქ არის დაკავებული ხალხი, ის თავისთვის არ იბრძვის, ის იბრძვის გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული საქართველოსთვის და ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი. აი ხლა უსმენდი ერთ-ერთ ხალბატონს ნათია გუგუნავას თუ არ ვცდები და გული ამიჩუყდა. იმიტომ დაიკეტა მედია, რომ ეს ისტორიები ჩვენ ხალხს რომ მოესმინა, ეს ძალიან იმოქმედებდა და აქ ბევრი ხალხი მოვიდოდა. იმიტომ დაიკეტა პროცესები, რომ ადამიანები ჩვენ გავიცნობდით იმ ხალხს, რომელიც აპროტესტებს საქართველოს ოკუპაციას რუსთაველის გამზირს. ეხლა ეს ხალბატონი რომელიც საუბრობდა, ადამიანმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. არ სად არ მომისმინეს, სად არ მივედი, სად არ თქვი ჩემი წუხილი.
არსად არ მომისმინეს და იქ მაინც მისმენდნენ რუსთაველზე, იქ მაინც შემეძლო მეთქვა ჩემი სათქმელი. წყინვალე ფრაზაა, უბრალოდ არ ყოფნის ამდენ ოთახებს ჟურნალისტი და ჩამწერი რომ ეს ყველაფერი დაინახო. პირი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და გული არა უჩუყდება საქართველოში, საქართველოს გარუსებაზე? ხო? და ამ ყველაფრის მოსმენა, რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან სასარგებლო, იმიტომ არ არის აქ მედია, რომ ეს ყველაფერი მოვიდა თქვენამდე. მაგრამ, ჩემო კარგო ხალხო, აქ იქმნება საქართველოს ისტორია. მნიშვნელოვანია რომ მოხვიდეთ, მნიშვნელოვანია რომ უყუროთ, მნიშვნელოვანია რომ დაესწროთ, მნიშვნელოვანია რომ თქვენი გავსებული დარბაზით ეს ხალხი გავამხნევოთ, რომ ჩვენ აქავართ, ისინი გვესმის მათი წვლილი. აი ამისთვის რავდივარ მე აქ და ამისთვის მოგიწოდებთ რომ მოხვიდეთ. აბა, მაგრად, ნახვამდის.